ყოველთვის უნდა გავიძერდეს სამართი ბოდიალი შუაგულ რუსთაველზე. ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, რომელიც რაღაცნაირად დარწმუნებულია, რომ ასეთ ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, მაგრამ არა აქვს საკმარისი ნაფიქრი. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადავიდეთ. ამ ხალხის მთავარი შეცდომა ხო ამ პარტიების არჩევა, ამ პარტიებისთვის მოთხოვნების არ დაყენება, ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ამ ხალხმა იცოდეს სად მიდის. მაშინ გამოვა არა იმდენი, რამდენიც რუსთაველის ქუჩის გადასაკეტად არის საჭირო. არამედ გამოვა იმდენი ადამიანი, რომლის ნების გაუთვალისწინებლობა უკვე ხელისუფლებისთვის საფრთხილო გახდება. შენ ხო გესმის, რომ ავტორიტარული რეჟიმი გაქვს და ამ ავტორიტარული რეჟიმს დღეს განსაკუთრებით ნამეტანი მოსდის, როცა ხალხი ყავს ციხეში და სიტყვის თავისუფლებას კანონი ზღუდავს, ანუ გინებას ზღუდავს. არც ის 50 ადამიანი არ იჯდებოდა ესენი რომ სერიოზულად დგებოდნენ იმ პროტესტს, რომელსაც აწყობენ. მაგიტო გვაქვს ჩვენ ეჭვი, რომ ეს 40 მილიონი დაფინანსებული ვაი ოპოზიციონერები თუ ვინც არიან, რეალურად აკეთებენ ქართული ოცნების საქმეს. ისინი ახერხებენ იმას, რომ მოსახლეობის მართლა გულწრფელი აღშფოთება ჩაახშონ.